მოდით პირველ რიგში გთხოვთ შეაფასოთ ის პოზიტიური გამოხმაურებები, რომელიც ბევრი არაფრის მთქმელია შესაძლოა, როგორც ტრამპის მხრიდან, ასევე ზელენსკის მხრიდან. ინფორმაციული ნაწილი ამ პოზიტიურ გამოხმაურებებს არ ახლდა, მაგრამ გარკვეული დროის წინ რაც ჩვენ გლობალურ ოვალურ დარბაზში გვაქვს ნანახი, აი მათი შეხვედრების შემდეგ, რა თქმა უნდა, აი ამის შემდეგ უკვე აი ესეთი პოზიტიური გამოხმაურებები რაღაცის მთქმელი მაინც არის, ის რომ ყოველ შემთხვევაში ზელენსკის მიმართ ნეგატიურს არ ასხივებდა დღეს ტრამპი, რაც ხშირად ხდება ხოლმე. რა ეტაპზეა, თუ შეიძლება რაიმე ეტაპი უწოდოთ ამ ეტაპისთვის კომუნიკაცია რუსეთის უკრაინაში შეჭრის და ამ ომის მოგვარებასთან დაკავშირებით, სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით. მოგესალმებით, მივსალმებით ტელემოყურებელს, დიდი მადლობა. მოწვევისთვის მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი დადებითი რაც შეიძლება ჩვენ ასე ვთქვათ ვიხილეთ ამ შეხვედრისგან იყო ის, რომ ყურადღება ისევ დაუბრუნდა უკრაინას, ანუ იქ სადაც უნდა ყოფილიყო ეს ყურადღება ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივად ვადევნებდით თვალყურს ამ დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა გრენლანდიის გარშემო და ამან რეალურად შეასუსტა საერთო საზოგადოების ყურადღება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით და ეს პერიოდი პუტინმა როგორც მოსალოდნელი იყო და რუსებმა გამოიყენეს იმისათვის, რომ მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ უკრაინელებისთვის, მათ ბოლო პერიოდში დაბომბეს უკრაინის დედაქალაქი კიევი და ასე ვთქვათ, ძალიან რთულ პირობებში აღმოჩნდა ცხოვრები ადამიანები დედაქალაქში, თქვენც თვითონ ზამთარია, ძალიან რთული სიტუაცია. მე ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა იყო დადებითი, იმიტომ რომ ალბათ საერთაშორისო საზოგადოება დაუბრუნდა ისე უკრაინაზე საუბარს. მე ასევე მოვისმინე ახლა ნაწილობრივ ზელენსკის გამოსვლა იყო ძალიან საინტერესო და ძალიან სწორი აქცენტები დასვამან მათ შორის ევროპასთან მიმართებითაც, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ევროპა ამ რეალობაში და რეალურად რომ არაფერი არ იცვლება ბოლო წლების მანძილზე და ძალიან რთულად იცვლება ბოლო წლების მანძილზე, რთულად ხდება გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს შეხვედრა, ტრამპთან შეხვედრა რასაკვირველია, ამანიშნებელია იმის, რომ პროცესი გრძელდება აქტიურად, მათ სწირი ინფორმაციის მიუხედავად, მაინც ჩვენ ვიცით, რომ უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით რაღაც შეთანხმება იქნა მიღწეული. მართალია ორივე მხარე არსებობს იმაზე კონკრეტულად რაზეა საუბარი და რას ეხება ეს საკითხი, მაგრამ რეალურად საუბარი იმაზე, რომ ამერიკა თანახმა რაღაცა ფორმით მიიღოს კი წვლილი შეიტანოს უკრაინის უსაფრთხოებაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ უკვე არსებობს და ასევე სასურველი იქნება რასაკვირველი, რომ ამაში მაქსიმალურად იყოს ჩართული ასევე ევროპა, ევროპის დედაქალაქები, ევროპული ქვეყნები, რომ უკრაინაში უსაფრთხოება იქნას რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ ის, რომ რუსეთი და პუტინი ამას დათანხმდეს საბოლოო ჯამში. სწორედ უსაფრთხოების თვალსაზრისით დაინახა პრობლემა რუსეთმა საკუთარი სახელმწიფოსთვის, როდესაც უკრაინას ჰქონდა დასავლური ინსპირაცია, ხომ? თუ კი აქ უკრაინის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება ნატოს ტიპის ქოლგით, რუსეთისთვის ეს რატომ უნდა იყოს საინტერესო, რატომ დათანხმდება ამას პუტინი? იცით რა, პუტინი მე მიმაჩნია, რომ უკვე იძულებულია დიდი ხანია, იძულებულია რომ გააგრძელოს ეს ომი, იმიტომ რომ რეალურად მას ამის ფუფუნება აღარ აქვს რომ გაჩერდეს. ჩვენ პირველად გვესმის, რომ შესაძლებელია გახლოს მომავალში, ანუ ხვალდაზე, პარასკო და შაბათს შეიძლება გაიმართოს სამხედრო შეხვედრა პირველად რუსებს, უკრაინელებსა და ამერიკელებს შორის. ეს იქნება პირველი ამ სახის ფორმატი აბუ-დაბიში, საუბარი იმაზე, რომ ეს შეხვედრა შედგება აბუ-დაბიში და რამდენადაც ასე ვთქვათ, ჟღერდება ინფორმაცია იმაზე, რომ შეიძლება ამ შეხვედრაში შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ასევე ასე ვთქვათ, სამხედროებმა, მოწვევა მიიღოს სამხედროებმა. ანუ რეალურად აქ უკვე შეიძლება იყოს საუბარი რაღაც კონკრეტულ საკითხებზე, თუმცა მე absolუტურად გეთანხმებით, პუტინი ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ თulis თავს მაინც იმ მდგომარეობაში, რომ რაღაცა ფორმით დათმოს საკუთარი ინტერესები, საკუთარი ამბიციები, რასაკვირველია ვერაფერს ვერ ახერხებს გუშინ ძალიან საინტერესო შეფასება ჰქონდა ფინეთის პრემიერ-მინისტრს სტუპს, მან რეალურად კიდევ ერთხელ აჩვენა მთელ მსოფლიოს თუ რამდენად უსუსურად გამოიყურება რუსეთი ამ კონფლიქტის დაწყების დღიდან დღემდე, სადაც მან რეალურად 20%-ის გარდა ვერაფერს ვერ მიაღწიას, გასამებრად გააძლიერა ნატო, გააერთიანა ევროკავშირი, გაიზარდა ნატო რიცხობრივად, ორი ქვეყანა დაემატა, შვედეთი და ფინეთი და რუსეთმა დაკარგა მილიონ ადამიანზე მეტი 4 წლის მანძილზე. ანუ რეალურად ეს მითი იმისა, რომ რუსეთი რაღაც ძალას წარმოადგენს, არის ფაქტიურად თავიდან ბოლომდე გაქარწყლებული. ცხადია, რომ ისინი უბრალოდ
ვეღარ ამთავრებენ ამ ომს, იმიტომ რომ ამ ომის დასრულება იმ ფორმით, რა ფორმითაც ამას შეიძლება მოხდეს, იქნება ამ რეჟიმის დასასრულება რუსეთში. და ეს პუტინს ძალიან კარგად ესმის. თუმცა აქ ჩდება ბატონ გიგი კითხვა, რა აზრი აქვს ამ ძალისხმევას, რასაც ტრამპის წევს და სხვადასხვა დროს სხვადასხვა განწყობას გვაჩვენებს პროცესში, თუმცა მისი ამოცანა არის, რომ ეს ომი შეაჩეროს. მაშინ მისი ეს მცდელობები ფუჭია და ეს ჩვენ თუ საუბრობთ ამაზე, ეს მან იცის ყველაზე უკეთ. მე ვფიქრობ, რომ აქ ამერიკელების პოლიტიკა არის შემდეგნაირად გამიზნული იქითკენ, რომ რაღაც მომენტში რუსეთი იძულებული იქნება, რომ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. აი, რა უნდა აიძულოს ის? რუსეთი აიძულოს იმან, რომ რეალურად ისინი ვერანაირ მიზანს ვერ აღწევენ, ხო, რაზე ვლაპარაკოთ, რაზე ვსაუბროთ, პაკროვსკი პატარა დასახლებაც ვერ აიღეს, მას შემდეგ რაც პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა, თითქოს ეს საკვანძო ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქალაქი იყო რუსების კონტროლის ქვეშ. ესეც კი გააბათილა ზელენსკიმ, რომელიც ჩავიდა იქ და ყოველ სოფლიოს დაანახა, რომ ეს იყო მარტივი ტყუილი, ანუ პატარა დასახლებაც ვერ აიღეს. ანუ ისინი ფაქტობრივად ერთ ადგილას ტრიალებენ, ვერ კარგავენ უამრავ ადამიანს, საუბარი არის იმაზე, რომ რეალურად უკრაინელები გეგმავენ უფრო დიდი უფრო დიდი ზარალი მიაყენონ ცოცხალი ძალის თვალსაზრისით, ანუ დაახლოებით 30,000 ადამიანი იკარგებათ მათ ყოველთვიურად და ეს რიცხვი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს და ძალოვნურად გამოწვევს იმას, რომ რუსეთში შეიქმნება სერიოზული პრობლემები ახალი ძალის მობილიზების თვალსაზრისით და მას მოუწევს უკვე დიდი ქალაქებიდანაც ადამიანების გამოყვანა, რაც ძალიან დიდ წინააღმდეგობას შექმნის თავად რუსეთში. ბევრი ფაქტორი მეტყველებს იმაზე, ხა ეკონომიკაზე საერთოდ გვისაუბრია ჩვენ, რუსეთის ეკონომიკა არის რეალურად სავალალო მდგომარეობაში. ჩვენს საქართველოში მყოფ რუს პროპაგანდისტებს ძალიან უყვარს საუბარი იმაზე, რომ თუ როგორ რამზიმე მდგომარეობაშია დასავლეთი, მაგრამ რეალურად უმძიმეს მდგომარეობაში არის რუსეთის ეკონომიკა. მას შემდეგ რაც რუსებმა ასე დაკარგეს კავშირი ვენესუელასთან და ჩამოერთვათ მათ რამდენიმე ძალიან დიდი ნავთობტანკერი ზღვაში, ისინი ამის გარდა კიდევ იძულებული იქნებიან გაუსწორონ თვალი იმ რეალობას, რომ ნავთობის ფასიც არის დაბალი და კიდევ უფრო დაიწევს რასაც ეხება რუსული ეკონომიკა, ხო? და ვეკობ ამაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ უფრო დეტალურად, ვინაიდან რუსეთის ეკონომიკა განიცდის წარმოუდგენელ უკუსლას და ეს შეუძლებელია რასაკვირველია არ აისახოს იმ პროცესში. თუმცა მას ჯერ კიდევ აქვს დრო და რესურსი პროცესის გართულების და ყოველი დღე უკავშირდება ახალ მსხვერპლს უკრაინელების, ამიტომ ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა აქვე მინდა კითხოთ, დრო არ გვაქვს ბევრი, მეორე თემაზეც ეს არის გრენლანდიის საკითხი, რომელმაც კინაღამ დაჩრდილა კი არა და რამდენიმე დღის განმავლობაში დაჩრდილა არა თუ რუსეთ-უკრაინის საკითხი, არამედ ირანის თემებით, სადაც მიმდინარე პროცესია სისხლისღვრვის, ასევე საკუთარი მოქალაქეების ირანის რეჟიმის მხრიდან. რა გავიგეთ დავოსის პროცესში გრენლანდიის შესახებ? საზოგადოება იქ მყოფი შეთანხმდა იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ნამდვილად ეს სჭირდება მას უსაფრთხოებისთვის, თუმცა ტრამპმა დაამშვიდა საზოგადოება, რომ სამხედრო ასე ვთქვათ, შეარაღებით თუ შეჭრით არ აპირებს გრენლანდიის დამორჩილებას აღებას. ახლა რა ეტაპზეა ეს საკითხი, რა პლასტში გადაინაცვლა საერთაშორისო სივრცეში? ჩვენ ვიხილეთ ბოლო 2 დღის მანძილზე ჩვენ ვიხილეთ მნიშვნელოვანი უკანდახება ტრამპის მხრიდან. მან პირველი შეაჩერა ეს დაგეგმილი ტარიფები ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ხარს უჭერდნენ გრენლანდიის დანიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მან უკან დაიხია გრენლანდიის სუვერენიტეტის შელახვისგან, ანუ სუვერენიტეტის აღიარა სუვერენიტეტი დანიისა და გრენლანდიის კუნძულზე. მან ასევე უკან დაიხია იმ მიმართულებით, რომ აღარ იგეგმება არანაირი სამხედრო ინტერვენცია, როგორც მან განაცხადა. ანუ რეალურად ეს პროცესი თავიდან ბოლომდე გადავიდა სრულიად სხვა ჩარჩოში. მქონდა საუბარი გაიმართა ნატოს გენერალურ მდივანთან, როგორც ვიცით, მარკ რუტესთან, რომლის შემდეგაც მიიღო მან ეს გადაწყვეტილებები. მაგრამ რეალურად ჩვენ უნდა კარგად გვესმოდეს, რომ ევროპელების პოზიცია და დანიის პოზიცია არ შეცვლა არანაირად. ანუ დანიელები თავიდანვე
ძალიან მკაფიოდ აცხადებდნენ, რომ ისინი ბოლომდე დაიცავენ საკუთარ სუვერენიტეტს და ტერიტორიულობას. ამავე დროს ისინი მზად იყვნენ, რომ ელაპარაკათ ნებისმიერ პოლიტიკური მოლაპარაკებები გაემართათ ამერიკელებთან იმ ინტერესების დასაკმაყოფილებად, რომელიც ამერიკას გააჩნია და ისინი ამ რეჟიმში იმყოფებიან ახლაც. სავარაუდოდ საუბარი იქნება იმაზე, რომ შესაძლებელია ამერიკამ გაზარდოს გარკვეული სამხედრო კონტინგენტი საკუთარ ბაზაზე ნორფოლკში, ანუ ეს არის ხუშმეთი ბოდიში, ტულეში, ეს არის ჩრდილოეთ გრენლანდია და ასევე მეორე ბაზის ასე ვთქვათ შექმნის შესაძლებლობა მიეცეს მას ამ ტერიტორიაზე ხანგრძლივი ვადით ან ლიზინგით, მაგრამ არანაირი მოცემულობა არ შეცვლილა დანიის მხრიდან და ევროპელების მხრიდან. ისინი როგორც თავიდანვე აცხადებდნენ, რომ სუვერენიტეტი არის ხელშეუხებელი, ტერიტორიულობა დანიისა და მისი სრუტე გრენლანდიაზე არის ხელშეუხებელი, ამ მიმართულებით არაფერი არ შეცვლილა. შესაბამისად, დანარჩენი ყველაფერი მოლაპარაკებისაგან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს კარგი დინამიკა, უმთავრესი ამ პროცესში ჩემი აზრით, დაიწყეს საუბარი, უმთავრესი ამ პროცესში არის ის, რომ ყურადღება დაუბრუნდა იმას, სადაც უნდა ყოფილიყო ყოველთვის, ეს არის უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესია. ამ რამდენიმე კვირამ გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ თავიდან ბოლომდე გადაერთო გრენლანდიაზე და გადაერთო გრენლანდიის ასრულიად არაფრისგან შეიქმნა საკითხი, რომელიც ესეთი სიმწვავით იყო დაყენებული და რაღაც დღენახევარში მოხდა ფაქტობრივად ამ ყველაფრის უკანა. ძალიან ჩემეზე ცოტათი ძალიან სამწუხარო რომ ესე მოხდა, რადგან ძალიან დიდი ზიანი მიეყენა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს. თავად განსაკითხის განხილვაც კი უკვე ვფიქრობ, რომ ძალიან დამაზიანებელი იყო იმ ურთიერთობების, რომელიც ჩამოყალიბებული ევროპასა და ამერიკას შორის 70 წლის მანძილზე, მაგრამ ნუ რას ვიზავთ, კარგია რომ ეს საკითხი გადაინაცვლა განხილვის სფეროში და ჩვენ რაღაც კი ბატონო. რაღაც გეგმას უახლოს მოგვეცი.